მე ვარ მერი ხარაზი, 12 წლის. სწავლობ 26 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, სიმღერების მოსმენა და საჭმელების გაკეთება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როდესაც ვიყავი 4 წლის. წელს ჩავაბარე სამხატვრო სკოლაში. მქონდა გამოცდა და ცოტათი ვნერვიულობდი. დაგვიდეს ნივთები, რომლებიც უნდა გადამოგვეხატა ჩვენი ნიჭით. მე დავხატე მაგიდაზე დადებული ვაზა და ვაშლი. იმდენად კარგად არ გამომივიდა როგორც წარმომედგინა. მაგრამ ჩასაბარებლად სავსებით საკმარისი იყო. ხატვაზე ყველაზე რთულია ჩემთვის, პირადად ჩემთვის მოფიქრება რაღაცის რისი დახატვაც მინდა. ყველაზე ადვილია მონახაზის გაკეთება. ჩემი საყვარელი ფერია შინდისფერი და არ მიყვარს ყვითელი. რამდენჯერმე სახლში მქონდა გამოფენა. მინდა ჩემი პერსონალური გამოფენა მოვაწყო სკოლაში. ნახატებს ვაგროვებ და სახლში მაქვს 23 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ რო გავიზრდები, გავახსენოთ ჩემი ბავშვობა და თუ როგორ ვხატავდი ბავშვობაში. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 13 წლის ასაკში. ბავშვობა ძალიან მიყვარს, მაგრამ დიდობა ჩემი აზრით უკეთესია უკვე. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ ვიყო დამოუკიდებელი და ჩემი შევასრულო რისი გაკეთებაც მსურს. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან მყავს ძალიან კარგი კლასელებიც და მასწავლებელიც. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ლუკა ბასივარი. ყველაზე ჭკვიანია მაია ქარაბაჯოაუ. ყველაზე მშვიდია დარიანა თურმენიძე. ყველაზე ცელქია ენრიკე ბერიძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა მინდა კიდევ ვიცოდე გერმანული ენა. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ელზა თავდგირით. იმიტომ რომ თბილია და ძალიან მეგობრულია ჩვენს მიმართ. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ადვოკატი. თუ ადვოკატი ვერ გამოვა, მაშინ გამოვა დიზაინერი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ბალერინა. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი 2 ძმა და ჩემი და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი პატარა ძმა. მამიკო არის ძალიან თბილი, მეგობრული, ვაჟკაცი, ერთგული. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ძალიან ლამაზი, თბილი, მზრუნველი, მეგობრული. აქ მელოდება ჩემი პატარა და ემილი და დიდი სიამოვნებით გაკაცნობთ. აი ეს არის ჩემი პატარა დაიკო ემილი. კიდევ მყავს 2 ერთმანეთზე უკეთესი ძმა. მე ასევე მიყვარს საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 10 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კარტოფილი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის პანკეიკების გაკეთება. ესე ჩემი საყვარელი საჭმელია ლობიანი. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი სერიალია ზაფხული როცა გავამასი. ამ სერიალში სიამოვნებით ვითამაშებდი მთავარ როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, დედამიწა შემოვლიდი და ვიმოგზაურებდი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. პირველ რიგში სამოგზაურო წავიდოდი ნიუ-იორკში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. მერი რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე მერი დამარქო დედიკო და ძალიან მომწონს ჩემი სახელი. მაგრამ მერი რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ია. ჩემ შვილებს დავარქმევ საბას და ანასტასიას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ჰობი? მაგალითად, ჩემი ჰობია სიმღერა. მგონია რომ მაქვს ნიჭი და ბავშვობიდან მღერი. ახლა ერთი სული მაქვს, როდის ვისწავლი გიტარაზე დაკვრას. ჩემი საყვარელი სიმღერაა ოლივია როდრიგოს Jealousy. Oh, friend so cool, you got out of a nine, you got this nice car, you can live in the light, got a pretty face, pretty boyfriend too, I wanna be so bad, didn't know you, all I see is what should be happier, prettier, jealousy, all I see. ჩემი ოცნების საჩუქარია გოლდენის ლეკვი. ბედნიერება არის მეგობრებთან ერთად ყველაფრის გაკეთება, რისი გაკეთებაც კი გსურს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.